მაშასე მეგობრებო, ლიდერ ბოლი 20-25 გრძელდება. ჩვენ უკვე გვყავს პირველი ფინალისტი და იწყება რიგით მეოთხე თამაშით და მინდა წარმოგიდგინოთ ამ თამაშის მონაწილეები. ზურაბ ხიზანიშვილი და გივი მაჭარაშვილი. ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე. 100-მდე ჩატარებული მატჩი. სხვადასხვა დროს ინგლისის და შოტლანდიის პრემიერ ლიგის კლუბების ფეხბურთელი. ამჟამად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ზურაბ ხიზანიშვილი. პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატების 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სამგზის ევროპის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი. გუნდი, რომელიც მათ დაუპირისპირდება, თოთ შევეგებოთ რეზი არველაძე და დავით ქირია. 90-იანი წლების თბილისის დინამოს და ეროვნული ნაკრების ამორჩეული ფეხბურთელი. კარიერის განმავლობაში წარმატებით თამაშობდა გერმანიისა და ბელგიის კლუბებში. რეზი არველაძე. Kickboxing-ის მსუბუქ წონაში გლორის ჩემპიონი, World Maxis ტურნირის ჩემპიონი, რინგზე გამართული 60-ზე მეტი შეხვედრა და 40-ზე მეტი გამარჯვება. დავით ქირია. მაშასე მოგესალმებით ყველას, ვიწყებთ ლიდერბოლის პირველი გათამაშების მორიგ შეხვედრას, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ზურაბ ხიზანიშვილი და გივი მაჭარაშვილის წყვილი დავით ქირიასა და რეზი არველაძეს წინააღმდეგ. ეს გახლავთ მეორე ქვეჯგუფის მეორე შეხვედრა. აქ საჯუხსის კიდევ ერთხელ ახსენებ წესებს მეტოქეებს. მეც შეგახსენებთ, რომ თითო გუნდს აქვს 3 შეხების უფლება და ასევე შეუძლიათ, რომ მათ მოედანზე ერთხელ ჩავარდეს ბურთი. მაშას კიდევ გეტყვით, რომ ამ ჯგუფში ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა. რეზი არველაძის და დავით ქირიას წყვილმა უკვე ითამაშა პირველი მატჩი და წააგეს მათ, ანუ თუ ეს შეხვედრაც მათი მარცხით დასრულდება, მაშინ ისინი გამოეთიშებიან უკვე ტიტულისთვის ბრძოლას. პირველი გათამაშება გახლავთ იმის გასარკვევად, თუ ვინ დაიწყებს თამაშს და როგორც ჩანს, თამაშს დაიწყებენ მწვანეები ზურაბ ხიზანიშვილი და გივი მაჭარაშვილი, რომელთაც ეს პირველი შეხვედრა არის ლიდერბოლის ტურნირზე. და საკმაოდ აქტიურად დაიწყო თამაში დავით ქირიამ და პირველი ქულა მოუტანა კიდეს თავის გუნდს. 1-0 დაწინაურდნენ რეზი და დავითი. აი გამეორებით ხედავთ ახლა თავით რამდენიმე მიჯრით რამდენიმე დარტყმა განახორციელა დავით ქირიამ, საკმაოდ აქტიური იყო ის ბადესთან და შესაბამისად მოიპოვა კიდეს პირველი ქულა ამ შეხვედრაში. აწვდიან თეთრები რეზი აწვდის და ზურაბ ხიზანიშვილი მიღებაზე. так, როგორც ჩანს ბურთი აცდა, გადაცდა კორტის ფარგლებს და 2-0 ანგარიში ისევ რეზი აწვდის. კვლავ ზურაბ მიღებაზე. გადააგდეს მწვანეება ბურთი მეტოქის ნახევარზე. ქირია ისევ თავით აქტიურობს და რა კარგად თამაშობს დავით ქირია. კიდევ ერთი ქულა მოაქვს თავის გუნდისთვის და 3-0 ანგარიში. ხედავთ როგორი აქტიურია ბადესთან, გამეორებით ახლა ვნახავთ. და კიდევ ერთხელ როგორი აქტიურია დავით ქირია ბადესთან. აი ხედავთ რეზიმ გაუგდო და თავით ძალიან კარგად ითამაშა და გივი მაჭარაშვილმა ვეღარ შეძლო ამ ბურთის ბოგერია. 3-0 ანგარიში და კვლავ თეთრები ჩაწოდება. რეზი ჩააწვის ისევ და ისევ ზურაბ ხიზანიშვილი მიიღო. მიიღო ზურაბ ბურთი,
გადააგდო და ისევ თავით დავით კირია ამჯერად ხიზანამ შეძლო ბურთის მოგერიება, მაგრამ მეტოქის ნახევარზე გადაგდება ვეღარ შეძლეს და 4-0 გახდა ანგარიში. საკმაოდ დიდი სხვაობით დაწინაურდნენ უკვე თეთრები და ვნახოთ თუ მოახერხებენ მწვანეები გარდატეხის შეტანას. ახლა თავით უკვე გივი მაჭარაშვილი თამაშობს, თუმცა კირია მოიგერია ხიზანა და ხიზანამ თვითონ გადააგდო ბურთი და გაუმართლა კიდეც ამ შემთხვევაში, რადგან უკვე დავით კირია ვეღარ მოახერხა ბურთის მოგერიება და 4-1 პირველი ქულა მიითვალეს ხიზანამ და გივი მაჭარაშვილს. გამეორებით კიდევ ერთხელ ხედავთ, კარგი გათამაშება იყო საკმაოდ. და ალბათ ელოდებოდნენ ხიზანას რომ დაუგდებდა გივის ბურთს, მაგრამ პირდაპირ გადაიტანა მეტოქის ნახევარზე და იხეირა კიდეც ამით. ახლა უკვე ხიზანამ ჩააწოდა რეზიმ იყო მოგერიებაზე. ხედავთ აგერ არაფეხბურთელები ბადესთან თავით როგორ თამაშობენ ხოლმე, თუმცა ეგ სიღრმიდან უკვე რეზი თამაშობს თავით და გივის თავური უკვე გადაცდა კორტს და შესაბამისად ქულა თეთრებს 5-1-ია ანგარიში. გამეორებაზე ხედავთ, კარგი გათამაშება იყო ესეც, რა თქმა უნდა ხიზანამ მიიღო, გადააგდო და გივის თავური უკვე აღარ იყო ზუსტი. ისევ თეთრები აწვდიან. მაჭარაშვილი თავით რეზიმ მიიღო ეს ბურთი, მოახერხა მეტოქის ნახევარზე გადატანა. თუმცა კარგი გათამაშება წავიდა, სხვათა შორის ძალიან კარგი. ისევ თავით დავით კირია რა მწყინვალეა. დავით კირია შესანიშნავი თავური და 6-1. უკვე მერამდენე ქულა მოუტანა თავურით თავის გუნდს. აქ უკვე გივი თამაშობს ძალიან კარგად და ახერხებს მწვანეების გუნდი კიდევ ერთი ქულის მოპოვებას და ანგარიშის შემცირებას. 2-6 ანგარიში. რეზიმ მიიღო ბურთი ხიზანას ჩაწოდების შემდეგ, კირია ისევ თავით. კარგად ამ შემთხვევაში უკვე ხიზანამ დაარტყა თავური, მაგრამ კარგად უპასუხა ისევ დავით კირიამ და გივი მაჭარაშვილმა ვეღარ შეძლო ბურთის გადმოტანა. 7-2 ანგარიში. მე შეგახსენებთ, თამაში არის 11 ქულამდე. და 11 ქულის მოპოვების შემთხვევაში თეთრები უკვე მოახერხებენ პირველი მოგების ჩაწერას თავის ანგარიშზე. ხიზანამ მიიღო რეზი ჩაწოდებული, აქ გივი თამაშობს კარგად და მოუტანა თავის გუნდს, ისევ თავური დარტყმით მოუტანა თავის გუნდს მორიგი ქულა. კარგად დავითმა ვეღარ შეძლო მოგერიება. 7-3 ანგარიში და ისევ მწვანეები აწვდიან. მიიღო რეზი და კირიას თავური უბადლო არის ამ კომპონენტში. დავით კირია როდესაც ბადესთან თავურ დარტყმებს ახორციელებს, ის უბრალოდ შეუდარებელია. 8-3 ანგარიში ხიზანამ მიიღო და გივი მას ალღო აუღო. ახლა ბადესთან თამაშს, აქ რეზი აპროტესტებს საჯებთან, მაგრამ ქულა მწვანეებს ჩაითვალათ. 4-8 არის ანგარიში და ისევ დავით კირია, მოკლედ არ ვიცი. დიდებული სანახაობა შემოგთავაზა ამ მატჩში, ესე იგი ძალიან შედეგიანია დავითი. აქ უკვე გივი, მაგრამ მიიღო კირიამ ბურთი და მოახერხა რეზიმ ვერ მოახერხა მეტოქის ნახევარზე ბურთის გადატანა და კიდევ ერთი ქული შეამცირა სხვაობა ხიზანას და გივი მაჭარაშვილის. ჩააწვდიან მწვანეები, ზურა აწვდის და ტრადიციულად მიღებაზე იქნება რეზი. როგორც ხედავთ, თეთრები საკმაოდ ისეთი მუდმივად კონტაქტზე არიან ერთმანეთთან, არჩევენ თამაშს, სახავენ გეგმებს. ვნახოთ რამდენად არაფერი მეგორი ჩვეულებრივ უნდა მიიღო პირდაპირ გადაგდება არჩეული, ანუ მიმღებმა აუცილებლად თავის პარტნიორს უნდა გადასცეს ბურთი, ამიტომ ქულა მწვანეებს 7-6 ანგარიში. და აქ ახლა უკვე ფეხით თამაშობს ბადესთან დავით კირია, მაგრამ იგერიებენ მწვანეები. გივი მაჭარაშვილი გადმოაქვს ბურთი, რეზი პირდაპირ გადადის და ვეღარ მოახერხეს მწვანეებმა ბურთის გადმოტანა. 10-6 ოთხმაგი მატჩგოლი თეთრებს. ნახოთ თუ მოახერხებენ მწვანეები ამ თამაშის დაკაჩვას. ოთხმაგი მატჩგოლი აქვთ 10-6 ანგარიში. რეზი არველაძე ჩაწოდებაზე მიიღო ხიზანამ. გივი ვეღარ მოახერხა ამ ბურთის მიღება და გადატანა. შესაბამისად 11-6 დასრულდა ეს შეხვედრა. ულოცავენ მწვანეები მეტოქეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს რეზი არველაძეს და დავით კირიამ.
ხიზანას და გივი მაჭარაშვილს კიდევ ექნებათ შანსი იმისათვის რომ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, ამისათვის მათ მოუწევს გიორგი ქიქაძე და გურამ თუშიშვილის დამარცხება. დასრულდა თამაში რეზი არველაძის და დავით ქირიას გამარჯვებით. მეორე მატჩი და მოგებავა, როგორი გაწყობა გაქვთ ახლა? რა ვიცი, ნელ-ნელა ხურდება ტურნირი. ძალიან სასიამოვნო დღე არის. მიხარია აგერ ჩემ მეგობრებთან ერთად რო ვარ, მიხარია კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ხელა სპორტსმენებთან ერთად რო ვარ და ჩემ მეწყვილესაც და ხიზანას მეწყვილესაც მინდა რომ საერთოდ ზოგადად სპორტში დიდი წარმატებები უსვრო. ნუ მე და ზურა ამდენი ხნის პარტნიორები, მეგობრები და ნუ ხა 100 თამაშზე მეტია კაც ნაკრებში და რომ მოიგებ, არ არის ცუდი რა. დავით, შენ უკვე ისე საბეჭდებას ტოვებ, რომ ძალიან გამოსწილი ხარ ამ თამაში. მოგწონს თან ქსიამოვნებს ხო როგორც ჩანს? რა თქმა უნდა, ეს დიდი ზეიმი არის, ესეთ ლეგენდებთან დღეს თამაში. მადლობა რომ ეს არა რინგი, მოედანი გავიზიარე ბიჭებთან, წარმატებებს უსურვებ და მადლობა მინდა გადავხატო. ნუ ლიდერ ბოლი და ლიდერ სპორტი და ლიდერ ბეთი და ლიდერით რაც იწყება, ყველაფერს ერთბაშად გადავუხდით მადლობას ბოლოს. ზურა, გივი, მოდით თქვენსაც ვისაუბროთ. პირველი თამაში იყო, პირველი მაინც რთული არის ხოლმე, გარედან მარტივი ჩანს, თან მეწყვილეც არიცი და მე უკვე შედარებით გახურდება ხოლმე თამაში. როგორ შეაფასებთ თქვენს თამაშს? კი, რა თქმა უნდა, ამ პირველი თამაში ყოველთვის რთულია. ჩემ მეწყვილეს ძალიან კარგად ვიცნობ და ძალიან პროფესიონალია. ასე რომ უფრო მეტოქე ვერ შევაფასეთ სათანადოდ და ნუ პირველი თამაში იყო, მეორე თამაში შანსი გვაგივი კიდე. ასე რომ მეორე თამაში გამოვასწორებთ. და მინდა აღვნიშნო ჩემი მეწყვილეს არაშესანიშნავი თამაში, იმიტომ რომ არ არის ადვილი ესეთი გრეხეთბოლის თამაში ზოგადად სხვა სპორტსმენებისთვის. გივი, შენ როგორ შეაფასებდი თამაშს და ზოგადად თამაშობ ხოლმე თუ არა გრეხეთბოლს მეგობრებთან ერთად? მოგესალმებით, პირველ რიგში მიულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ხელა სპორტსმენებთან და ლეგენდებთან ერთად თამაში და მიხარია რომ დღეს აქ ვარ და ბურთს ვიზიარებ ამ ადამიანებთან ერთად და პირველი შეხვედრა იყო და ნელა შევხურდებით მე მგონი რა და შემდეგი უკვე კარგად წავა. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გუსურვებ, ჩვენ დაველოდოთ მომდენო თამაშს.